ჩვენ ბავშვობაში აღდგომა იყო ერთადერთი საეკლესიო დღესასწაული, რომელიც ჩვენ ვიცოდით, მთელი წელი საგანგებოდ მემზადებოდით ხოლმე მისთვის. აღდგომა არის სიკეთის გამარჯვება ბოროტებაზე, მომავლის გამარჯვება ცუდ წარსულზე. და პირველად ალბათ ჩვენ მტერს 2008 წლის შემდეგ გონია ახლა რომ ახლოს არის იმასთან რომ საქართველოს საბოლოოდ დაამარცხოს, გაანადგუროს და მე ვფიქრობ ის ძალიან ცდება. მე დარწმუნებული ვარ რომ საქართველოს გადალახავს ყველა სიძნელეებს, დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ გავაგრძელებთ განვითარებას, ჩვენ ავღორძინდებით, ჩვენ გამთლიანდებით. მე ამ დღესასწაულს ხვდები ოჯახთან ერთად კახეთში და ძალიან ვამაყობ იმით, რომ აქ გარშემო რამდენიმე დიდი ტაძარი აღვადგინეთ ბოლო წლებში, ძალიან ვამაყობ აქედან რამდენიმე 100 მეტრში არის ნეკრესის ულამაზესი უძველესი მონასტერი, რომელიც ჩვენ აღვადგინეთ, თელი შემოგარენით, აქვე არის გრემი, აქვე არის ალავერდი, არც ისე შორს, რომელსაც ჩვენ კიდევ გვაქვს დასამთავრებელი და მე ასევე მინდა ვთქვა, რომ რამდენიმე დღეში 12 რიცხვში ჩვენ ყველანი დავესწრებით კურთხევას ფოთის უზარმაზარი და ულამაზესი ტაძრის ქართული აია სოფიასი. მე მინდა დავპატიჟო გურის, სამეგრელოს, აფხაეთის, აჭარის, მთელი საქართველოს მაცხოვრებლები, საზოგადოება ამ დიდებული ტაძრის გახსნაზე ასევე ფოთში, იმიტომ რომ ამ ტაძრითაც ძალიან ვამაყობ მე, ისე როგორც სხვა ტაძრებით, რომელიც ბოლო წლებში გავაკეთეთ. მინდა ყველა ქართულ ოჯახს უსურვო ბედნიერება, უკეთესი მომავალი, ხნეტყოფნა და გამარჯვება. გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს.